დიზაინი საკმაოდ ელეგანტური. მე არ ვიცი. ყველა სურვილს უნდა მოერგოს წესით, ვისაც გემოვნება აქვს. აი ისა დიზაინი, შეხედე რა დიზაინია, აი სასწაული დიზაინია, ხო, რაღაცა ავტომობილი არის რაღაცა უმაღლეს დონეზე დახვეწილი და ელექტროა და ძალიან მაგარი ავტომობილია და ახლა ამ ავტომობილს შეადარენ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმოებელი ავტომობილი. ახლა მოდი ავიღოთ Toyota, Lexus, Lamborghini, Ferrari, Nissan, Mitsubishi, Hyundai, Kia, ნებისმიერი ბრენდი ავიღე. რატომ შეწყვიტეს თითქმის მუშაობა და რატო გადავიდა ყველა ჩინეთში? იმიტომ რომ ეს მასალა შუშა ჩინეთი აწარმოებს. ბატარეას ვერავინ ვერ აწარმოებს ჩინეთის გარდა ელემენტს ვერ აწარმოებს. აი ამას ჩინეთი აწარმოებს. მუშახელი იაფია და ჭკვიანი სახელმწიფოა. სახელმწიფო ფულს აძლევს წარმოებას, რომ განავითარონ. ეს ავტომობილი ვინ მოგცემს ამას 40,000-ად? აი ეს ახლა გერმანიაში გამოშვებული რო ყოფილიყო, იქნებოდა 160,000 ევრო. მაგრამ ხო ხედავ როგორ დაუგდეს მთელ მსოფლიოში ფასები. უყურე, ქვეყანა ვისთვისაა? ჭკვიანისთვის, ხო? და ჭკვიანმა ის შტერიც უნდა შეინახოს მერე, ხო? გამოდგა აგერ ჩინელები, ხო? აი ამ ესეთი ხარისხის ავტომობილი გამოუშვეს და მთელი მსოფლიო გააჩერეს. აი ავიღოთ Rolls-Royce. ჩინეთში კეთდება. ნებისმიერი შენ ვერ მეტყვი. ჩინეთში იწარმოება. ვერ მეტყვი. Toyota Prado, Camry, Corolla, RAV4 ყველა ჩინეთში კეთდება. რატომ? იმიტომ რომ ხარისხიანია და კარგია. მოდი, დავიწყოთ ახლა ჩვენ აი აქედან. ეს ყველა მიცის ეს ავტომობილი რაც არის. ეს არის ელექტრო. აი ეს არის Honchi. ყველაზე ბიუჯეტური, რომელიც ერთი სრული დატანით გადის 600 კილომეტრს და ღირს სულ რაღაც $20,900 ეკვივალენტი ლარში. როგორ გითხრეს ბარკალაია მაიბახი დადისო ხო? მოყურე მეგი. ბარკალაია ამანგანი დადის. აი ერთი წელიწადია ბარკალაია ამ ავტომობილი დადის. ეს იმდენად კომფორტული ავტომობილია ძალიან. აი მოდი ერთ წუთი შიგნით ნახეთ. 360 ხედვის კამერებით, უკანა პარკინგ კონტროლით, ელექტროსავარძლით. აი უყურე, თქვენ წარმოიდგინეთ 600 კილომეტრს გადის. აი ტაქსისთვის, ამ სახელმწიფო ავტომობილებისთვის ამაზე უკეთესი მანქანა არ არის. წამობრძანდით